კახეთში რთველი მიმდინარეობს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რთველის მიმდინარეობას გურჯაანში გახსნილ რთველის საკოორდინაციო შტაბში გაეცნო. სამუშაო შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს გადამამუშავებელი ყურძნისა და მოსავლის დაბინავების პროცესის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. 6 სექტემბრის მონაცემებით ღვინის საწარმოებმა 12,000-მდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300-მდე ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის მიღება გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან. აღსანიშნავია, რომ გასული წლებისგან განსხვავებით წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია არ გაიცემა. ფაქტობრივად მთავარი საექსპორტო პროდუქტის მოსავლის აღება დაიწყო, შესაბამისად მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს თანმიმდევრულად, მიმდინარეობდეს სწორად. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება, რა თქმა უნდა, ყურძნის ხარისხთან მიმართებით, როგორც წლის დასაწყისთან აღვნიშნავდით. ყურადღება ექცევა და დიფერენცირება ხდება მაღალკონდიციურ და არაკონდიციურ ყურძნთან მიმართებით, შესაბამისად ეს აისახება ფასში. ამ ეტაპისთვის 12,000 ტონაზე მეტია გადამუშავებული. აქტიურად მიდის კრეფა ამ ორ მუნიციპალიტეტში. დღიური გადამუშავება უკვე გასცდა 1000 ტონას. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მოსახლეობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით და ფაქტიურად მოსახლეობამ წინასწარ იცის, თუ ეს დაკრეფილი ყურძენი სად უნდა დაბინავდეს, რა შესაძლებლობები აქვს ქარხნებს, ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდება განახლებული ინფორმაცია.